სოლიდარობა და თავისუფლება ზია ამაღლობელს. მოგესალმებით, დღეს ზიას თემაზე ისაუბრებენ ნონა ქულდოვანიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი და ზიას საქმის ერთ-ერთი ადვოკატი, მისი წარმომადგენელი სასამართლოში და ზვიად ქორიძე, მედია ექსპერტი, ჟურნალისტი, ანალიტიკოსი. მე კითხვას პირველს დავუსვავ ნონას. თქვენ იცით, რომ დღეს ბათუმში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის, სავარაუდო სამართალდარღვევის საქმეზე უნდა გამართულიყო სასამართლოს ხდომა, რომელიც გადაიდო 11 იანვარს მზია დააკავეს ორჯერ. ჯერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე და შემდგომ უკვე ხელის შემოქმნების ფაქტზე. მე მინდა ნონას ვკითხო, რა მოხდა დღეს სასამართლოში და გთხოვ ჩვენს აუდიტორიას კიდევ ერთხელ მკაფიოთ, რომ განვუმარტოთ, რა კავშირი აქვს ამ ადმინისტრაციულ საქმეს სისხლის სამართლის იმ მეორე საქმესთან, როგორ იყენებს ბრალდება ამ შეკერილ გაყალბებულ სავარაუდო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას მზიას წინააღმდეგ, რომ დაასაბუთოს თითქოს დანაშაულის განმეორებით ჩადენის საკითხი და აი ეს კავშირი რომ დაგვანახო კიდევ ერთხელ ნათბად. მადლობა. მოგესალმებით, მადლობა ლიკა შეკითხვისთვის და მოწვევისთვის. დავიწყოთ დღევანდელი სხდომით და ამ ნაწილში რა პრობლემა იყო. ეს სხდომა ჩაინიშნა ისე, რომ ამის შესახებ ჩვენ შემთხვევით გავიგეთ და შემდგომ დღეს გაიყვარო თურმე მზიასთან შექმნილ და ჩართვისთვის ამზადებდნენ ამ სხდომაზე დისტანციური ჩართვისთვის, ისე რომ მას არც ადვოკატებისთვის ამის შეტყობინების შესაძლებლობა ჰქონდა, არც ჩვენ ვიცოდით ამის შესახებ და ოქმიც კი ამ დრომდე არ იყო გადმოცემული ჩვენთვის. ეს არის რა თქმა უნდა პროცედურული დარღვევა, რადგან არ შეიძლება სამართალდარღვევის საქმე ეხილებოდეს ისე, რომ ვისაც ედავებიან სამართალდარღვევის ჩადენას, ის არ იყოს ამ შესახებ ინფორმირებული და ბუნებრივია, რომ ამის გამო მოხდა პროცესის გადადება და უკვე მარტში სისხლის სამართლის შემდგომ ჩატარდება ეს სხდომა. თუმცა ამას რა კავშირი აქვს სისხლის სამართლის საქმესთან, როგორც ახსენე, 11 იანვარს მზია ამაღლობელი თავდაპირველად დააკავეს ადმინისტრაციული წესით და როგორ მოხდა ეს? მოხდა ისე, რომ მზია ამაღლობელმა ტელევიზიით შეიტყო, რომ აქციის მიმდინარეობისას მისი ერთ-ერთი მეგობარი და კოლეგა სხვა აქციის მონაწილეებთან ერთად იყო დაკავებული ესეთი სტიკერის გაკვრის გამო, რაც არ წარმოადგენს თავისთავად სამართალდარღვევას. ამ ამბების გასარკვევად ის მივიდა ადგილზე პოლიციის განყოფილებების შენობასთან და მანაც ანალოგიურად იგივე სტიკერი გააკრა კედელზე და სწორედ ამას მოყვა მისი დაკავება და აქ მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ აკავებს მას. მას აკავებს უშუალოდ აჭარის პოლიციის ხელმძღვანელი, თუმცა ოქში წერენ, რომ თითქოს ის დააკავა სხვა პირმა. და ასევე ისმის ხმა ვიდეოში, რომელიც ჩვენ გვაქვს და წარდგენილია სასამართლოში, რომ მას აკავებენ პლაკატის გაკვრის გამო. პლაკატის გაკვრის გამო ადამიანის დაკავების უფლება არ არსებობს. კანონში არ არის განსაზღვრული, რომ პოლიციას შეუძლია პლაკატის გაკვრის გამო ადამიანი დააკავოს. როგორც ჩანს, პოლიციაში მიხვდნენ მისი დაკავების შემდგომ, რომ ეს იყო კანონდარღვევა და ამის გამო ვერ დააკავებდნენ და ოქმში ჩაწერეს, რომ თითქოს მზია პოლიციას აყენებდა შეურაცხყოფას, ეძახდა მათ ღორებო და რაღაც ასეთ სიტყვებს, ასე მიმართავდა და თითქოს ჩაიდინა მან სხვა მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომლისთვისაც დაკავების უფლება კანონში გაწერილია და სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ეს ოქმი გაყალბებულია, იმიტომ რომ მასში მოცემული მონაცემები სინამდვილეს არასახავს არც იმას, რომ სხვა მუხლით არის დაკავებული და სხვა მუხლით ჩაწერეს, არასახავს არც სიმართლის იმ ნაწილში, რომ ასეთი ფრაზები საერთოდ მზიას არ უთქვამს და ეს ვიდეოები არსებობს, გადაღებული არის დაკავების ეპიზოდი და არანაირი დაუმორჩილებლობა ან ასეთი სიტყვების გამოყენება მზიას მხრიდან ამას ვერავინ დაადასტურებს, იმიტომ რომ ასეთი ფაქტი არ არის ბუნებაში და ასევე გააყალბეს ის მონაცემი, რომ მზია ამაღლობელი თითქოს დააკავა სხვა პოლიციელმა მისი სახელმწიფო ჩაწერეს, სინამდვილეში ის დააკავა აჭარის პოლიციის ხელმძღვანელმა ბესელია.
ამ გარემოებების გამო ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს დაკავების ოქმი და ვამბობთ, რომ ეს დაკავების ოქმი არის უკანონო და უნდა გაუქმდეს. მაგრამ მიუხედავად ამისა, როდესაც მეორეჯერ უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს მზია, აი ამ ადმინისტრაციული დაკავებიდან მალევე დაახლოებით 1 საათში მისი გათავისუფლება ხელწერით გაათავისუფლეს პირველ ჯერზე და ამის შემდეგ უკვე სისხლით დააკავეს, როგორც იცით. სისხლის საქმეში გამოიყენა პროკურატურამ ეს გაყალბებული ოქმი და სასამართლოში ამტკიცებდა, რომ მზია ამაღლობელს იმიტომ უნდა შეეფარდოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, იმიტომ უნდა იყოს გამოყენებული ეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, რომ მანამდე სამართალდარღვევა ჩაიდინა, პოლიციას ასეთი ფორმით მიმართა და ესე იგი ის ამ გათავისუფლებიდან მალევე ანალოგიურად მოიქცა სილა გააწნა და ის კიდევ ჩაიდენს დანაშაულს. ანუ მათ გამოიყენეს ეს გაყალბებული ოქმი იმისთვის, რომ პატიმრობა გაემართლებინათ და მეორე გარემოება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო და რატომაც დღემდე მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში რჩება, არის ის, რომ თითქოს მზიას შეეძლო მოწმეებზე გავლენის მოხდენა, რაც ასევე არის არასწორი არგუმენტი და უსაფუძვლო, იმიტომ რომ მზიას არ შეეძლო პოლიციელზე გავლენის მოხდენა და მის ჩვენებაში რაიმე კორექტირების შეტანა, ან მისი დაშინება, ან ჩვენებაზე უარის თქმევინება, ან ასე შემდეგ. ამიტომ მთლიანად მზია ამაღლობელის პატიმრობა დაფუძნებულია ყალბ დოკუმენტებზე, ყალბ ბრალდებაზე და ეს პატიმრობა სწორედ ამიტომ ითვლება უკანონოდ და როგორც იცით ჩვენ ამ პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით მიმართული გვაქვს ახლა უკვე სააპელაციო სასამართლოსთვის და ველოდებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. წინა სასამართლო კიდევ ერთი კითხვით ნონასთან გადავალ და შემდგომ ზვიად თქვენთან. მე მინდა გკითხოთ 4 მარტს იქნება წინა სასამართლოს ხდომა. დაცვის მხარე, ჩვენი პოზიციაა, რომ ეს არ იყო თავდასხმა. კიდევ ერთხელ მწყობრად რომ მოგვიყვეთ თქვენი არგუმენტები. რატომ არ არის ეს თავდასხმა? რას ამბობს სასამართლო პრაქტიკა, რას ამბობს კანონმდებლობა? მე აქამდე ვისაუბრებ პატიმრობაზე, როგორც აღკვეთის ღონისძიებაზე, რატო არის ეს დაუსაბუთებელი. ახლა გადავიდეთ ბრალდებაზე. ეს ერთმანეთსაგან რა თქმა უნდა კავშირშია, მაგრამ განსხვავებული პროცედურებია. ბრალდება აღკვეთის ღონისძიება ნიშნავს იმას, რომ თუ არსებობს ეჭვი დანაშაული მოხდა და არსებობს ეს რისკები, რომ მაგალითად მოწმეებზე გავლენას მოახდენს პირი მიმალება, ახალ დანაშაულს ჩაიტეს და შემდეგ, ამიტომ საჭირო ხდება თითქოს აღკვეთის ღონისძიების გამოყენება და ამ შემთხვევაში გამოყენებულია ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, რაც არსებობს კანონმდებლობაში. რის საფუძველიც არ იყო და რაც შეეხება უშუალოდ ბრალდებას, რა თქმა უნდა, ბრალდება არის პირველი უკანონობა იწყება იმით, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ დაიწყეს სისხლის სამართლებრივი წესით მისი სისხლის სამართლებრივი დევნა და ბრალის წარდგენა, იმიტომ რომ მას ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას. ამ მუხლში მთავარი ელემენტი არის რამდენიმე, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ელემენტი თავდასხმის და რა ითვლება თავდასხმა, ეს განმარტებულია როგორც ლიტერატურაში, ასევე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში და სილის გარტყმა არ წარმოადგენს თავდასხმას. თავდასხმა უნდა იყოს განსაკუთრებული აგრესიული ქმედება, რომელსაც და აი ამ ქმედებით განზრახული უნდა გქონდეს, რომ ადამიანის ჯანმრთელობას მიაყენოს სერიოზული საფრთხე და აზიანო, რაც ამ შემთხვევაში სახეზე არ არის და როდესაც საუბრობენ, რომ მაშინ ამ პოლიციელზე სილის გარტყმა, მაშინ დანაშაული არ არის, დიახ, არ არის ეს დანაშაული, იმიტომ რომ ეს თავდასხმად არ კვალიფიცირდება, თუმცა შესაძლოა აქ საუბარი იყოს იმაზე, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას შეფასდეს 173 მუხლად, მაგრამ ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის არც ერთ მუხლის დეფინიციაში არ ექცევა ეს ქმედება როგორც დანაშაული, იმიტომ რომ აქ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, მათ შორის კონტექსტს, მათ შორის გარტყმის სიძლიერეს, მათ შორის თვითონ იმას, როგორ აღწერს ესოტებული დაზარალებული და ის აღწერს, რომ ან ფიზიკური ტკივილი განიცადა და ფიზიკური ტკივილის განცდა, რომელსაც სხვა ჯანმრთელობის პრობლემის გაუარესება არ მოყოლია, არ ითვლება, არ შეიძლება შეფასდეს თავდასხმად, იმიტომ რომ მაგალითად თავდასხმად და ამუხლად არ შეფასებულად არც ის, რომ მანქანით დაჯახება მაგალითად ადამიანისთვის, ზიანის მიყენება, დაჭრა და ასე შემდეგ. ანუ ესეთი ქმედებები სასამართლოს არ აქვს დაკვალიფიცირებული თავდასხმად. მაშინ როგორ შეიძლება
შეიძლება რომ სილის გარტყმა რომელმაც მხოლოდ მისი აღქმით ან მხოლოდ გებუაძის აღქმით გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ლოყა გაუწითლდა, როგორ შეიძლება ამის გამო ადამიანი ისჯებოდეს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების ახლოსთ. ამიტომ ეს ბრალი არის მთლიანად ეს არის მთლიანად პოლიტიზირებული საქმე, იქიდან გამომდინარე რომ ამას არ აქვს მართლმსაჯულებასთან რაიმე კავშირი. ამ საქმეს ახასიათებს ის, რომ ეს არის სანიმუშოდ დასჯის მცდელობა მზიამაღლობელის, რაც არის იმ რეპრესიების გაგრძელება, რაც ქვეყანაში ზოგადად ხდება და ახლა ქართულ ოცნებას და მის პროკურატურას და სასამართლოს გადაწყვეტილი აქვს, რომ მზია დასაჯოს სანიმუშოდ იმ მუხლით, რომელიც სინამდვილეში არ არის რელევანტური და სწორედ ამიტომ თვლით, რომ მზიამაღლობელი არის პოლიტიკური პატიმარი, მზიამაღლობელის საქმე ჩდება იმ დეფინიციაში, რომლითაც პოლიტიკური ნიშნით დევნა ხასიათდება ხოლმე და ყველა ელემენტს აკმაყოფილებს, როგორც აღკვეთის სუბვენციების გამოყენების სიმკაცრე და მისი არაგონიურულობა, არაპროპორციულობა, ასევე ის, რომ ბრალდება არის მთლიანად დაფუძნებული სანიმუშო დასჯაზე და არა რეალურ მართლმსაჯულებაზე. ეს არის ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი. ზვიად, ჩვენ შეფასება მინდა გთხოვო, ზიარო დაიჭირეს აღკვეთ, როცა ბრალი გავიგე, მე იმ მომენტიდან ჩემთვის ცხადი იყო, იმიტომ რომ უკვე ჩანდა, რომ ბრალი იყო არაადეკვატური. შემდეგ იყო მოლოდინი, რომ არ იქნებოდა უმკაცრესი აღკვეთი ღონისძიების ზომა გამოყენებული, მაგრამ წინასწარი პატიმრობის შეფარდების მომენტიდან უკვე ვიცოდით, რომ ეს იყო სამაგალითო დასჯის და სანიმუშო დასჯის მცდელობა. დღევანდელი პერსპექტივიდან ალბათ უფრო ძიმედ ჩანს სურათი და შენი შეფასება, რომ შემოგთავაზო, რას ამბობ შენთვის მზიამაღლობელის საბრალდებო დასკვნა და ის, რომ ჩვენ უკვე ვართ მზიას შიმშილობის 37 დღეს და ხელისუფლება ყველა შუამდგომლობას, რომელმაც შეიძლება მზია იხსნას გისოსებისგან, უბრალოდ აიგნორებს. ძალიან ძნელია ისაუბრო დღეს რაიმე კონტექსტზე ამ საქმის, მაშინ როდესაც მზიას მდგომარეობა არის საკმაოდ კრიტიკული და ჩვენ სხვადასხვა ექიმებისგან ვინც შედის მასთან კომუნიკაციაში ვიღებთ მიუხედავად იმის ამ ექიმებიდან ვის ვენდობით, ვის არ ვენდობით, ვის ვიცნობ, ვის არ ვიცნობთ, გვაქვს ინფორმაცია, რომ არის მდგომარეობა რთული და როდის დამძიმდება და როდის გახდება კრიტიკული ეს მდგომარეობა, ვერც ერთი ექიმი ამაზე პასუხს ვერ იძლევა და ჩვენ ამ დროს აქვს საუბრობთ იმაზე, რომ როგორ შეიძლება რომ ეს საქმე გამოიგონოს ხელისუფლება. ის რეპლიკები, რასაც ამბობენ დღეს ექიმები, რასაც ისინი საზოგადოებას ეუბნებიან, ამის ხელისუფლებას არ ესმის, არც უნდა ამის გაგება, იმიტომ რომ ხელისუფლებას აქვს გადაწყვეტილი მზიამაღლობელის სამაგალითო დასჯა. მიუხედავად იმისა, როგორ განვითარდება პროცესები, ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, რომ უმკაცრესად დასაჯოს მზიამაღლობელი, იმიტომ რომ მზიას ეს აქტი, რაც მან 12 იანვრის ამით აჩვენა და რეალურად ეს ალიყური მან კონკრეტულად ერთ პოლიციას კი არა არტყა მთელს სისტემას, მთელს მართლობას ბიძინა ივანიშვილის, ამას ძალიან კარგად აცნობიერებს ივანიშვილი და ხვდება, რომ ხო ეს არ არის ერთი კონკრეტული პოლიციელის მიმართ გამოხატული რაღაც დამოკიდებულება და ძალიან კარგად იცის ბიძინა ივანიშვილმაც და ყველა მისმა ხელის ბიჭმა, რომლებიც გამოდიან და 1000 კომენტარებს აკეთებენ, ყველამ კარგად იცის, რომ ეს დანაშაული არ არის და მეტიც მათ არც უთქვამთ არასოდეს, რომ ეს არის დანაშაული და ყოველთვის ირაკლი კობახიძე საუბრობს რაღაც პოლიციელის შეურაცხყოფაზე, პაპუაშვილის საუბრობს პოლიციელის შეურაცხყოფაზე. თუ ამდენს საუბრობენ, მათ ძალიან კარგად იციან, ორივე იურისტია, რომ ეს არ არის დანაშაული, მაგრამ ის მათ ძალიან კარგად იციან, რომ დავალება უნდა შეასრულონ, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აქვს გაცემული, რომ მზიამაღლობელი როგორც სასტიკი დამნაშავე ისე უნდა სასტიკად გასამართლეს, იმიტომ რომ ეს ამოცანა მათ დაუყენა ბიძინა ივანიშვილმა. ამიტომ აქვს ამ საქმეს ასეთი
პრინციპული მნიშვნელობა მთელი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ მზია ამაღლობელი თავისი ქმედებით 12 იანვრის ღამეს, თავისი ქმედებით საპრობილეში, რომ 37 დღეა ის ასე მედგრად შიმშილობს და ასეთ სულისლიერებას გვაჩვენებს ჩვენ და გვამხნევებს ჩვენ პირიქით აქეთ გარეთ მოქალაქეებს, რომლებსაც გონია რომ თავისუფლებაზე დავდივარ და აი ეს მთელი პროცესი და თავად სასამართლო მართლმსაჯულების ჭალებში აი ეს პროცესი, რომელსაც მართავს ახლა ბიძინა ივანიშვილი, ეს ყველაფერი აჩვენებს ერთ რამეს, რომ ეს მზიას გასამართლება კი არა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გასამართლება და მისი სისტემის გასამართლება. ეს ძალიან კარგად იციან მათ. ამიტომ არიან გამწარებულები, ამიტომ ვითომ რაღაცა ხილიკობები ჯერ თავიდან მათი ხილიკი არ გაიშვა, მაგრამ ხო ამაზე საუბრობდნენ, რომ ჭამოს და არის შიმშილებს. მერე უფრო სასტიკი ფრაზა თქვა მამუკა მდინარაძემ, რომელიც მგონია რომ განაჩენია მისი ცხოვრების განაჩენია რა, ნებისმიერი შიმშილობა ბოლოს მთავრდება სიკვდილით. ამ სიტყვას ყველა შიშით ვეპარები და შიშით არც ვახსენებთ ამ სიტყვას, მაგრამ მამუკა მდინარაძემ იკადრა და ეს სიტყვა თქვა, ხო? თქვა იმიტომ რომ მათი შინაგანი განწყობა ასეთია, ბიძინა ივანიშვილის შინაგანი განწყობა ასეთია და მამუკა მდინარაძეები ამას იმეორებენ, რომ ხო, რატომაც არა, ხო, ვინც არის თავგანწირული, ის უნდა შეაკვდეს, აბა მე მათი სიცოცხლე არაფრად არ მიღვის. ჩვენ ყველას გვიღის მზია სიცოცხლე და ამიტომ სულ ყველა პლატფორმას, ყველა მიკროფონს რო დავინახო, პირველ იმას ვამბობ, რომ მოუწოდოთ თხოვო, რომ იქნებ შეწყვიტო შიმშილობა. თუმცა ძალიან კარგად ვიცი მისი მდგომარეობა და მისი ემოციური განწყობა როგორია, მისი ფილოსოფია როგორია, იმიტომ რომ ჩვენ იმ რამდენიმე წერილით, რომელიც მან მოგწერა, საჯარო წერილით, რომელიც მან მოგწერა საპრობილიდან, გვეუბნება, რომ ეს არის ცხოვრების კრედო, ეს არის ფილოსოფია. ჩვენ ამით უნდა ვიცხოვროთ, რომ სიცოცხლეზე ძვირფასი ღირებულებები არსებობს და ეს არის თავისუფლება და თავისუფლებისთვის ღირს ყველაფრის გაღება. ეს, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილისთვის არის წარმოუდგენელი და თუ ამას საზოგადოება მიიღებს და თუ ამ სულისკვეთებით საზოგადოება იცხოვრებს, ეს, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს დაამთავრებს და ეს კარგად იცის მან. ამიტომ არის ასე გამწარებული, რომ გააბიაბუროს ეს საქმე, რაღაცა იმ ტონალობაში გადაიყვანოს, რომ ჩვენ ვიკამათოთ ეტყინა თუ არა ლოყა ირაკლით გებუაძეს და ვის ადარდებს მისი ლოყა, ან საერთოდ ეს ლოყა რა როლს ასრულებს ამ საქმეში, ან ირაკლით გებუაძე ვის დაკარგვია, პოლიციასაც დაეკარგა ირაკლით გებუაძე უკვე ერთი თვეა, კაცი პოლიციის უფროსად იგულისხმება ქალაქში და არ ჩდება, იმიტომ რომ მისი გამოჩენა უკვე ბათაც კი სასირცხოდ მიაჩნიათ, არა თუ პირადად ირაკლით გებუაძეს, ხო? აი ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ვდგავართ ერთი გამოწვევის წინაშე, რომ ჩვენ არ უნდა დაუთმოთ მზიას სიცოცხლებით და ივანიშვილს. იგი მზად არის, რომ მზია გაწიროს. იგი მზად არის, რომ ჩვენ ყველას ამით გავქცეს პასუხი, მას ასე მიაჩნია, იმიტომ რომ ის ვერ იტანს იმას, რომ მის სისტემას გაარტყა მზია ამაღლობელმა ალიგური. ამიტომ არის გაწოფებული ბიძინა ივანიშვილი და ჩვენ რეალურად ამ ცოფის რეციდივებს ვხედავთ მთელი ერთი თვეა და აი ახლა რაზეც საუბრობდა ნონა, აი ამ სამართლებრივ აბრაკადაბრას, რასაც აწყობს დღეს ჩვენი ხელისუფლება, ეს ხო ყველაფერი რას ემსახურება, დაცინვას, აბუჩათაგდებას და ვითომ მორალურად გატეხვას მზია ამაღლობელის. ვერ შეძლებს ამას ბიძინა ივანიშვილი ვერაფრის დიდები და მით უმეტეს თუ ჩვენ გარეთ ის ადამიანები, რომლებსაც გვაქვს რწმენა, რომ მზია ამაღლობელის პათოსი არის ძალიან ამაღლებული, თუ ჩვენ მართლა გვჯერა, რომ სიცოცხლეზე ღირებული არის თავისუფლება და თუ ჩვენ აი ესე
ერთეულები და ათეულები კი არა, მართლა ათეულ-ათასობით ადამიანი საქართველოს მოქალაქე გაიაზრებს ამას ბოლომდე და არ დაიწყებს, არ შევა იმ ჭობაში, რომ ეს დანაშაული იყო თუ არ იყო, მართლა შეურაცხო პოლიციელი თუ მართლა თავს დაესხა. აი ამ გაუგება რიტორიკაში თუ არ შევა და მართლა დავიჯერებთ იმას, რომ ზიამ რაც გააკეთა 12-ში ეს არის ჩვენი გადარჩენის ფორმულა. ზია რასაც აკეთებს ახლა საპყრობილეში 37 დღეა. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი საზოგადოების გადარჩენის ფორმულა. და ჩვენ არავის არ აქვს მორალური უფლება რომ ზია დავტოვოთ ასე. ზია დავტოვოთ თავის ბრძოლაში მარტო და ჩვენ ვთქვათ რომ როგორც ხელისუფლება დგას და ელოდება რაღაც შედეგებს. ძიმე შედეგებს, მაგრამ არც ერიდება ამაზე საუბარს ჩვენც ასე დაველოდოთ. არა, მე მიმაჩნია, რომ აი უფრო მეტად უნდა გავრცელდეს ეს ხმები ყველგან, უფრო მეტად უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ აქ არანაირ დანაშაულზე არ არის საუბარი. მე დღემდე მაკვირვებს, რომ მთელი ეს სამართლებრივი სფეროს სპეციალისტები, ის პროფესორები, რომლებიც შედიან უნივერსიტეტში და ელაპარაკებიან სტუდენტებს სამართალზე და სამართლიანობაზე, რომ დღემდე ხმას არიგებენ ამაზე და არ საუბრობენ, რომ აქ არ არის ხალხო დანაშაული. ამაზე არ საუბრობენ ყოფილი მოსამართლეები, ის ადამიანები, რომელთაც ძალიან დიდი გამოცდილება დაუგროვა ცხოვრებამ მართლმსაჯულების აი ამ ლაბირინთებში დაენახა და შეეგრძნოთ მართლა რა არის დანაშაული და რა არ არის. შეიძლება ყოველთვის მათი გადაწყვეტილება არ ყოფილა საუკეთესო, მაგრამ მათ ხომ იციან რა არის რეალურად დანაშაული და რა არის ადმინისტრაციული გადაცნობა და რა არაფერი არ არის და როგორ შეიძლება რომ სახელმწიფოს თუ დაჭირდა ძალაუფალს და დიქტატორულ მართვას თუ დაჭირდა, როგორ შეიძლება მართლა ბუზისგან სპილოს შექმნას და დააჯეროს თავისი პროპაგანდისტული მანქანით საზოგადოება, რომ არის დანაშაული აქ ჩადენილი. და მე ჩვენ ყველა სათითაო ძალიან გვიჭირს ხოლმე გაუწიოთ წინააღმდეგობა ამას და ჩვენც ხანდახან შევდივართ ამ დისკუსიაში, რომ მართლა რა მოხდა, მართლა აქ შეიძლება თუ არა რამე სამართლებრივ ნორმებზე ვისაუბროთ. არა, საერთოდ არ ყოფილა დანაშაული და ის ალიყურიც არ მოხდებოდა, რომ მანამდე პოლიციას სხვა დანაშაული არ ჩაედინა, რასაც ასევე ნონა საუბრობდა, ხო? როგორც მოიხსნენ იმ სტიკერის გაკვრის დროს, რაც ხდებოდა, ოღონდ არა მხოლოდ მზიას შემთხვევაში, არა მხოლოდ სიალაკათამეძის შემთხვევაში, არამედ ყველა იმ ადამიანის შემთხვევაში, ვინც იმ საღამოს 11 და 12 იანვრის საღამოს ბათუმის პოლიციის სამმართველოში ყავდა შეყვანილი, იმიტომ რომ სტიკერები გააკრეს პოლიციის სამმართველოს ღობეზე. აი ეს დანაშაულების კასკადი, რომელიც მართლა ჩაიდინა ხელისუფლებამ, ახლა აქეთ გვიბრუნებენ და გვეუბნებიან, რომ დანაშაული ჩაიდინეს. ეს არის ფორმულა ზუსტად დიქტატურის და ჩვენ ამის პირისპირ ვდგავართ. ამ შემთხვევაში ჩვენ იქიდან საპყრობილიდან აი ამ ჩაკეტილი სივრციდან ზია გვამხდევებს ზუსტად აი ამ სიტყვებით და რა ვიცი ამაზე მეტი სიტყვა ვინ რა უნდა გითხრას ახლა, რომ მე არ ვიღებ, არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი, რომ სიცოცხლეზე მეტი ღირებულება აქვს თავისუფლებას. მე ყველას გთხოვთ, რა ვიცი ახლა ვინც აყვართ, ვინც გვისმენს, ვისაც ამ თემაზე დისკუსიის, კამათის სურვილი კიდე შერჩენია, ან უნდა რომ ამ თემაზე აზრი გამოთქვას, ყველამ თქვათ, რომ აქ ჩვენ ვდგავართ იმ გამოწვევის წინაშე, რომელსაც გვთავაზობს ხელისუფლება. ის პირდაპირ გვეუბნება, რომ ყველა თავგანწირულ ადამიანს, ყველა ადამიანს, რომელიც თავისუფლებისთვის, მისი პირადი საზოგადოების თითოეული ჩვენგანის და ქვეყნის თავისუფლებისთვის მზად არის, რომ საკუთარი სიცოცხლე დადოს სასწორზე, ხელისუფლება ეუბნება, რომ მე მზად ვარ გაგწირო. და ჩვენ აი ეს ამოცანა გვაქვს ახლა გადასაჭრელი და ხელისუფლება კიდე გვეთამაშება ისე, როგორც ზუსტად დღეს მზიას ეთამაშა. ერთი თვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, მოგონილი სამართალდარღვევის საქმე ვერ მიიყვანა ბოლომდე და დღეს იმის გამო, რომ თვითონ გაიჭედა რაღაც სისულელეებში, სხდომა ვერ ჩაატარა და მე თითქოს დააბრალა იმას, რომ ვერ ჩართეს მზია ვივამედიდან. რაც არის ტყუილი, იმიტომ რომ ამ ტყუილებზე, აი ამ
ხალხმაგრძობასა და აი ამ სისასტიკეზე დგას დღეს ეს ხელისუფლება და ჩვენ ამას უყურებთ ყველა და ყველას ვთქვით რომ დავინახოთ ეს მზიას თვალით, იმიტომ რომ ის აბსოლუტურად სხვა რეალობას გვანახებს კიდე. ორი დღის წინ აქ ავგან სადიგოვის თემაზე იყო დისკუსია, საუბარი თამთა მიქელაძეს და ქეთი აბაშიძეს ვუსმენდი. აქამდეც ვიცით როგორ იდევნებიან აზერბაიჯანში ჟურნალისტები და დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები, მაგრამ სტატისტიკა იყო სიახლე ჩემთვის, რომ ყველა საქმე, რომელიც წამოწყებულია ჟურნალისტების წინააღმდეგ, არ უკავშირდება პირდაპირ მათ პროფესიულ მოვალეობას. ყველა საქმე არის შეთითქმული რაღაც პირობითი სისხლის სამართლის დანაშაული. ავგან სადიგოვიც თითქოს იდევნება იმის გამო, რომ ის ცდილობდა თაღლითურად მოეპოვებინა რაღაც მასალა და რესპონდენტს თავაზობდა სტატიის სანაცვლოდ თანხის გამოძალვას თუ რაღაც ამგვარს. და ძალიან ვემსგავსებით მეზობელი ქვეყნების ჟურნალისტების ბედს ჩვენი ბედი ემსგავსება, იმიტომ რომ ზიად ზუსტად ასე პროფესიული მოვალეობის გამო ისჯება შეთითქმული სისხლის სამართლის ბრალდების სახელით. ნონა, მე მინდა კითხო ჯერ რა იცი ყველაზე ახალი ზიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მეორე კითხვაც რა პერსპექტივა აქვს ევროპულ სასამართლოში ამ საქმეს. მე მესმის რომ ეს კითხვა შეიძლება უკვე გულუბრყვილოდ ჟღერდეს, იმიტომ რომ მე სულ ვიხსენებ ხოლმე მეგობრებთან საუბრის დროს ავგან სადიგოვი რომ დააკავეს ძალიან გადადიანებულები ვიყავით, მაგრამ ამბობდი რომ ევროპული სასამართლოს იმედი აქვს. ამ კაცს არ დატოვებენ, აუცილებლად შეაჩერებენ ამის გადაცემას და ის იქნება თავისუფალი და დღეს უკვე მართლა არ ვიცი ისი იმედი უნდა მქონდეს, როცა არსებობს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და ავგან სადიგოვი რჩება ეს ბარბაროსულ ტყვეობაში, ადამიანი მეოთხე თვეა შიმშილობს და არც არავინ ფიქრობს მის გათავისუფლებას, გარეთ მყოფი მისი ოჯახი ცოცხალ ადამიანს გლოვობს. ეს არის ტრაგედია საქართველოსი ჩემი აზრით და გადაუჭარბებლად ასე ვაფასებ მე ამ საქმეს. ამიტომ ორი კითხვა, ჯანმრთელობა მზიასი და მეორე ევროპული სასამართლოს როლი. როდის რა ეტაპზე შეიძლება გქონდეს იმედი? ჯანმრთელობის მდგომარეობიდან დავიწყებ. ზია როგორც იცით შიმშილობს და ის იყენებს სრულ შიმშილებას, ეს ნიშნავს იმას, რომ წყალს იღებს და ეს რა თქმა უნდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ადამიანის ჯანმრთელობაზე ახდენს სერიოზულ გავლენას. სწორედ ამიტომ იმყოფება ის კლინიკაში, რომ ერთი მხრივ ჩატარებოდა აუცილებელი კვლევები და მეორე მხრივ იმიტომ რომ მისი ჯანმრთელობის მონიტორინგი შეუძლებელი იყო ციხეში. სწორედ ამიტომ არის ის ლიონში, მაგრამ როდესაც მზია ამაზე საუბრობს, ან ჩვენ მასთან შევდივართ, ის ყოველთვის ხაზს უსვამს იმას, რომ არ უნდა რომ მისი ჯანმრთელობა იყოს რაიმე ფორმით წინა პლანზე ამ საქმეში, ან საერთოდ ზოგადად ჯანმრთელობა იყოს ის მთავარი საკითხი, რაზეც ვისაუბრებთ. ის ყოველთვის ხაზს უსვამს იმას, რომ ის არ შიმშილობს, იმიტომ რომ რაიმე ტიპის შეღავა თუ მიიღოს საქმეზე და ამას პრინციპულად ყოველთვის იმეორებს და სწორედ ამიტომ ჩვენ საერთოდ შიმშილობის გამო გაუარესებული ჯანმრთელობა არანაირ ფაქტორად არ მიგვითითებია მისი პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობაში, თუმცა ეს შეგვეძლო, მაგრამ ზიას თხოვიდან გამომდინარე ეს არგუმენტები არც კი აიქნეს ერთ ნახსენები, იქ უბრალოდ საუბარია მის სხვა ჯანმრთელობის სხვა პრობლემებზე, რომელიც მანამდეც ჰქონდა და არანაირად ამაზე მისი მდგომარეობა როგორია დღეს, ამაზე უფრო ექიმებმა უნდა ილაპარაკონ და ილაპარაკა დღეს ექიმმა, რომელმაც თქვა, რომ მდგომარეობა უკვე ძალიან საგანგაშოა და მან ახსენა კიდევ ერთი მძიმე სიტყვა, რომ თუ არ უნდა რომ ლეტალურად დასრულდეს, მაშინ აქ ყველას მოუწოდა რომ თხოვოთ. ჩვენ რა თქმა უნდა ყოველთვის თხოვთ მას და ის უამრავ წერილს იღებს რომ შეწყვიტოს შიმშილობა და მან ეს ყველაფერი იცის, მაგრამ უბრალოდ მისი პოზიცია ის არის, რომ მას არ შეუძლია ასეთ დროს ამ სამართლობას შეეგუოს და ეს თხოვნებიც ცოტა ამ მხრივ მასთან კი მიდის, მაგრამ უბრალოდ ეს პოზიცია ქონდა. მაგრამ რა თქმა უნდა, როცა მისი ჯანმრთელობა არ აღელვებს ქართულ ოცნებას, ამ სისტემას და აღელვებს საზოგადოებას,
მგონია რომ მნიშვნელოვანია რომ მან ეს ნაბიჯი გადადგას საზოგადოებისთვის და შიმშილობა შეწყვეტოს. თუმცა რა თქმა უნდა ეს არის მისი გადასაწყვეტი და ჩვენ როგორც ადვოკატებს არ გვაქვს არანაირი უფლება რომ მის ამ გადაწყვეტილებაში რაიმე ფორმით ჩავერიოთ. თუმცა რჩევის სახით რა თქმა უნდა ეს ყველასგან მას გადაცემული აქვს და ექიმის მოწოდება არც კოლეგებს არ ჭირდებათ, არც ოჯახის წევრებს, არც ადვოკატებს სიტარწმუნებით მინდა გითხრათ რომ ყველა ამასთან დაკავშირებით წუხს და ყველა ამასთან დაკავშირებით ყველა როგორც შეუძლია ყველა ცდილობს რომ ხმა მიაწვდინოს ზიას და ეს შიმშილობა მან შეწყვიტოს. როგორი იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველი დღე არის რა თქმა უნდა კრიტიკული და ჩვენ არ შეგვიძლია გრძელვადიანად ვთქვათ ეს პროგნოზი როგორი იქნება. მზიას უნდა რომ მის პროცესზე თვითონ მონაწილეობა მიიღოს 4 მარტს დანიშნულ პროცესს, მაგრამ ამისთვის მას ექნება თუ არა ძალა პროცესში მონაწილეობა მიიღოს, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. ამიტომ შიმშილობის შეწყვეტა არის ალბათ ის გამოსავალი, რომელიც მათ შორის მას შეაძლებინებს, რომ პროცესზე თავის სათქმელი თქვას. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვილაპარაკეთ და რა თქმა უნდა თაგეგმილი გვაქვს მზიასთან შეთანხმებით, რომ მისი საქმე აღკვეთის ღონისძიების ნაწილში უკვე შეიძლება გასაჩივრდეს და ამას ვამზადებთ და გასაჩივრდება აუცილებლად. ეს ეტაპებიც კიდევ ხელახალი შუამდგომლობებით ამ საქმის ნაწილი იქნება და იმედია რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ამას შეცვლის, მაგრამ ამ იმედს არაფერი არ რაღაცა ეს რაციონალური მოლოდინი არ შეიძლება გქონდეს, როცა სასამართლო მთლიანად მიტაცებულია. ამიტომ სტრასბურგში ეს გასაჩივრდება. უბრალოდ სტრასბურგს ამ საქმეზე არ შეუძლია სწრაფი გამოსავლის პოვნა. ანუ ეს არ არის მაგალითად ექსტრადიციის საქმე, სადაც შეჩერების გადაწყვეტილება შეუძლია მიიღოს. ამას ჭირდება რუტინული განხილვა და დროში ეს ცოტა გაწერილი პროცესია. ამიტომ სტრასბურგის სასამართლო დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეზე დარღვევას დაადგენს და არაერთს, მაგრამ ეს იქნება წლების შემდეგ და ეს ვერ იქნება დღეს და ერთ თვეში. ამიტომ ამ შემთხვევაში მოლოდინი სტრასბურგისა გვაქვს, რომ ის დაადგენს სიმართლეს, მაგრამ სწრაფად ის ამ უსამართლობას ვერ შეაჩერებს. ამიტომ ეს უნდა შევძლოთ აქ და ამისთვის რა თქმა უნდა ყველაფერს ვაკეთებთ სამართლებრივად ჩართული ადვოკატები და რა თქმა უნდა საზოგადოება და მისი კოლეგები პირველ რიგში, რომლებიც ძალიან ბევრს მუშაობენ იმისთვის, რომ მზია იყოს თავისუფალი. კი ბატონო, ზვიად რამეს ხომ არ დაამატებდა, შემდგომ თუ კითხვები არსებობს, მოვისმენთ სიამოვნებით. ძალიან მოკლედ ვიტყვი ჩვენი კოლეგა ახსენ სადიკოვი, რომელიც უკვე მეოთხე თვეა შიმშილობს, სხვა ფორმა აქვს შიმშილობის, მაგრამ ძალიან მძიმედ არის ამ ადამიანის მდგომარეობა და რის გამო შიმშილობს, ის ითხოვს, რომ იმ რეპრესიულ სისტემას, მართლმსაჯულების რეპრესიულ სისტემას, რომელიც აზერბაიჯანში არსებობს, არ გადასცენის, იმიტომ რომ მას ერთი რომ არ ჩაუდენია დანაშაული და მეორე არის უფრო მნიშვნელოვანი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის აუცილებელი პირობა, რომელიც მას გარანტირებულად დარღვეული იქნება აზერბაიჯანის საპროფილში და შეიძლება იქ ის მოკლა უბრალოდ, იმიტომ რომ ამისი ძალიან ბევრი პრეცედენტიც არსებობს. უბრალოდ რა არიცით, ეს ჩვენი მთელი საზოგადოების სადგივარია, იმიტომ რომ ჩვენ რამდენიმე წლის წინ, როდესაც მსგავსი ისტორია მოგვიწყო ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც აზერბაიჯანის მთავრობის მოწოდებით პრაქტიკულად გაატაცებინა მოხალხე თბილისის ქუჩიდან და აზერბაიჯანის საზღვარზე მწვანე ზოლში დომარაში გახვეული კაცი გადააგდო, იმიტომ რომ მერე ის ეპოვათ აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს და ბაქოში გაესამართლებინათ რაღაც ბოგონილი ბრალდებით ითქოს და მას $10,000 ჰქონდა ჯიბეში, რომელიღაცა პოლიტიკური პარტიისთვის უნდა მიეცა და ეს იყო ფულის გათეთრების სქემა. აი ასეთი ბოდვითი ბრალდებით ეს ადამიანი იყო ბაქოს საფათიბროში გამომწყდეული და მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით შემდეგ ავგან მუხტარლი შეიწყალა ალიევმა და დღეს ის
ეთავება საქართველოს სახელმწიფოს, ეთავება ხელისუფლებას, რომელმაც არათუ არაფერი არ გააკეთა მისი მდგომარეობის გამო საკვლევად და გამოსაძიებლად, არამედ თვითონ იყო უშუალოდ ჩართული აი ამ დანაშაულებრივ სქემაში და თვითონ მონაწილეობდა მის გატაცებასა და გადაქმნაში აზერბაიჯანის საზღვრის საქართველოს-აზერბაიჯანის საზღვრის მიღმა. აი ეს ისტორია არ გახდა საზოგადოებრივი მღელვარების თემა საქართველოში სამწუხაროდ. მე პირადად ჩემს განწყობასაც გეტყვი, ძალიან ბევრ ადამიანსაც მსგავსი რეფლექსია ჰქონდა მაშინ, როდესაც ავგან მუხტარლის ისტორია მოხდა, რომ ეს ნიშნავს რა, საქართველოს ხელისუფლება მოგცა სიგნალი, რომ ისავა დიქტატურის გზით. ის აუცილებლად წავიდოდა იმ გზით, სადამდეც დღეს მივედით. მაგრამ უმრავლეს საზოგადოებას მაინც არ ჰქონდა ამისი მოლოდინი და მაინც ფიქრობდა, რომ ეს ერთჯერადი რაღაც აქტი იქნებოდა, რომელიც უბრალოდ აზერბაიჯანის მთავრობის დასაშოშმინებლად ჭირდება. ამ მოტივით დაეჭირა და საექსტრადიციო დამზადებს ადიგოს, მაგრამ უბრალოდ ამ შემთხვევაში მას ხელი შეუშალა ბჭყალებში სტრასბურგმა, ხო? და ველოდებით როგორ წარიმართება ეს პროცესი, რას ველოდებით, ადამიანი არის უმძიმეს მდგომარეობაში და საქართველოს სახელმწიფოს არ აქვს იმისი ნება და იმისი რესურსი თქვას, რომ მე არ გადავცემ, იმიტომ რომ ამ ადამიანის სიცოცხლე არის უფრო მნიშვნელოვანი და უფრო ღირებული. ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე არის ღირებული, ვიდრე ყველა სხვა პოლიტიკური საჭიროება და მსგავსი ინსინუაცია. მაგრამ არ აქვს საქართველოს ხელისუფლებას ეს ნება. ბიძინა ივანიშვილს ეს ნება არ აქვს და ეს ხომ უნდა თქვა ერთმანეთს უთხრათ, გაუზიაროთ მართლა ძალიან ბევრ ადამიანს ჩვენს გარშემო, ჩვენს ნათესავებს, ჩვენს მეგობრებს, ვისაც ჯერ კიდევ სკეპსისი აქვს იმის გამო, რომ რაღაც ადამიანური შერჩა ამ ხელისუფლებას. არა, ეს ხელისუფლება მზად არის მზია ამაღლობელი გაწიროს, მზად არის ავგან სადიგოვი გაწიროს, მზად არის ნებისმიერი ის პოლიტპატიმარი, რომელთა რიცხვმა უკვე 50-ს გადააჭარბა, ხო? საქართველოში გაწიროს, თითოეული მათგანი შეწიროს, თვითონაც არ იცის რას, მის კეთილდღეობას თუ მისი ძალაუფლების სიმტკიცეს თუ არ ვიცი, რას თulis და როგორ ჭრის და კერავს ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ მან იცის, რომ ეს ადამიანები იმიტომ უნდა გაწიროს, რომ ამ ადამიანებს აქვთ ის, რაც მას არ ესმის, რაც რისი გაგებაც მისთვის წარმოუდგენელი, ამ ადამიანებს შეუძლიათ იდეისთვის თავი გაწირო. ამ ადამიანებს შეუძლია იდეისთვის იბრძოლონ და როგორც ბიძინა ივანიშვილი ერთგან ამბობს, თავი ურთხან კედელს, ხო, უნდა ურთხათ თავი კედელს, რომ დიქტატურის კედელი გადავანგრიოთ. ეს არის ჩვენი ამოცანა და ამას დღეს არ ნახობენ, ამით დღეს გვაძლიერებენ აი ეს ჩვენი პოლიტპატიმრები, ჩვენი სინდისის პატიმრები, ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმრები, რომლებიც დღეს საპყრობილეში აყავს გამოკეტილი მათ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ თავისუფლება სიცოცხლეზე მეტად ეძვირფასებათ. ჩვენი სოლიდარობა თითოეულ მათგანს. ფორმატი კითხავს თუ კი არსებობს, თუ არა, შეგვიძლია რომ დავისრულოთ. შემდეგი სხდომა არის 4 მარტს, იქამდე ველოდებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც უნდა იმსჯელოს გუშინ წინდელ უარზე, როცა ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დაუშვა განსახილველად პატიმრობის გაუქმების მოთხოვნა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან ერთხელ უკვე იმის გამო, რომაც საერთოდ არ დაუშვეს პირველი სააპელაციო საჩივარი, სოლიდარობის გამო დაისაჯნენ მზიას კოლეგები და მეგობრები და მხარდამჭერები მოსამართლის სახლთან მისვლის და 20 წუთი გოლის გამო. არ ვიცი, ეხლაც ნაკლები მოლოდინი გვაქვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსგან, ალბათ ისევ მონურ მორჩილებაში დარჩებიან რეჟიმთან და ცენტრთან. კი,
4 მარტია შემდგომი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი ზიას სასამართლო განხილვების გრაფიკიდან, მაგრამ ისე მეშორება ეს 4 მარტი. ისე შორს ჩანს ჩემთვის, რომ ყოველი დღე უკვე იწყება ძალიან ძლიერი შიშის განცდით. რომ რაღაც წამზომია ჩართული, არ ვიცი მე არ ვარ ეს განგაშის გამავრცელებელი ადამიანი, ყოველთვის ვცდილობ რაციონალურად და ისე, მაგრამ უკვე ხვდები, რომ ყოველ დღე უფრო და უფრო ძლიერია ეს ემოცია და არ ვიცი. მოვუწოდებთ, ვთხოვთ, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი მოწოდების მიუხედავად მზია აგრძელებს წინააღმდეგობის ამ ფორმით ყოფნას პატიმრობაში. თავისუფლება მზია ამაღლობელს და თავისუფლება ყველა პატიმარს. დიდი მადლობა, რომ გითხრათ. მეგობრებო, თუ შეიძლება კიდევ ერთხელ მადლობა რომ გადავუხადოთ ჩვენს სტუმრებს. ძალიან